ask the minister. ვისაუბრეთ ჩვენი კონტინგენტის შესახებ და იმ საქმიანობის შესახებ, რასაც ჩვენი კონტინგენტი ეწევა საერთოდ კოალიციის შემადგენლობაში. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ მისიის ხელმძღვანელი პირადად და ზოგადად მისიის ხელმძღვანელობა უაღრესად კმაყოფილია და გამოხატავს მადლიერებას ქართველი ჯარისკაცების ოფიცრების მიმართ. ვისაუბრეთ უკვე ახალ მისიაზე და ასე ვთქვათ, ვისაუბრეთ აი ამ კუთხით სამომავლო გეგმებზე. მინდა თქვა, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ყველა მისიის ხელმძღვანელი თქვათ ცალკეული სარლების, ჩილოეთის მიმართულების, სამხრეთის მიმართულების დიდ ყურადღებას აქცევენ ზოგადად ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოებას. მათ აქვთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც გააჩნიათ სხვა ჯარისკაცებს, იგივე ამერიკელ ჯარისკაცებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია იმასთან ერთად, რომ მისია შესრულდეს, ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც ყველაფერი რიგზეა. თავდაცვის მინისტრთან აისაფისა და ახალი წლიდან მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე ვისაუბრეთ. ქართულ სამხედრო მოსამსახურეებს დიდი წვლილი აქვს საერთაშორისო მისიაში. ვამაყობთ თქვენი სამხედროები. თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორები ხართ ამ მისიაში. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართული ჯარისკაცები ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ გააგრძელებენ მსახურს. რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანელი ხალხისთვის აკეთებენ. ეს ძალიან დასაფასებელია. პატივს მივაგებთ აისაფის მისიაში დაღუპულ ქართულ სამხედროების ხსოვნას.